Stefan Pule ბიძინა ივანიშვილს პირისპირ შეხვედრისთვის წინაპირობას უყენებს. ამის შესახებ განცხადება Pules პრესპიკერმა პიტერ სტანომ რადიო თავისუფლებასთან გააკეთა. ბიძინა ივანიშვილისგან თხოვნა მივიღეთ, რომ მომავალ კვირას ბრიუსელში შედგეს მისი და Stefan Pules შეხვედრა. ბატონი Pule მასთან შესახვედრად მზად არის თუ მიიღებს დაპირებას, რომ ივანიშვილის პარტია ქართული ოცნება ხელს მოაწერს ქცევის კოდექსს საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის და რომ ქართული ოცნებისთვის არჩევნების შედეგები მისაღები იქნება. თუ მათ ავტორიტეტიანი სამეთვალყურეო ორგანიზაციები უწინარის ყოვლისა EUTO და EUTO-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი ლეგიტიმურად მიიჩნევს, განაცხადა პიტერ სტანომ. ქართული ოცნების პრესპიკერი მაია ფანჯიკიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ Stefan Pulem ბიძინა ივანიშვილს შეხვედრის პირობად პარტიათა ქცევის კოდექსზე ხელმოწერა წაუყენა. ბატონ ბიძინა ივანიშვილისგან თხოვნა მივიღეთ, რომ მომავალ კვირას ბრიუსელში შედგეს მისი და Stefan Pules შეხვედრა. ბატონი Pule მზად არის მასთან შესახვედრად. თუ მიიღებს დაპირებას, რომ ბატონ ივანიშვილის პარტია ქართული ოცნება ხელს მოაწერს ქცევის კოდექსს საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის და რომ ქართული ოცნებისთვის მისაღები იქნება არჩევნების შედეგები, თუ მათ ლეგიტიმურად მიიჩნევენ ავტორიტეტიანი სამეთვალყურეო ორგანიზაციები. უწინარეს ყოვლისა EUTO და EUTO-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი. არასამთავრობოებმა 17 პუნქტიან შეთანხმებას დაამატეს კიდევ ერთი დებულება, რომელსაც ნიშანი ნომერი 18 ნომერი არ აქვს, მაგრამ ფაქტიურად ეს არის 18 შემაჯამებელი დებულება ამ კოდექსისა, რომელიც ითვალისწინებს არჩევნების შედეგების აღიარებას იმ შემთხვევაში, თუ კი წინა 17 პუნქტი შესრულდება, მაქვს ეჭვი და როგორც იტყვიან ხოლმე ჩვენთან გონივრული ეჭვი, რომ ხელისუფლება არის დაინტერესებული ჩვენ წარმოგვაჩინოს როგორც ძალა, რომელიც არ აღიარებს არანაირ წესებს და კანონებს.